ჩვენი ელემენტარული ვალია პატივი მივაგოთ იმ პოლიტიკურ ძალებს, იმ ადამიანებს, ქართველ ხალხს, რომელმაც მოიტანა 31 მარტი 91 წლის და 91 წლის 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ნებისმიერი ერის, ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ეს არის ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი თარიღი და ყველაზე მთავარი დღე. გარდა ამისა, ამ დღეს კიდევ ჩვენთვის დამატებით აქვს ის მნიშვნელობა, რომ აფხაზეთმა მიიღო აქტიური მონაწილეობა აფხაზეთის მოსახლეობის თითქმის 60%-მა მიიღო აქტიური მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში. ანუ იმ რეფერენდუმში, რომელიც ჩატარდა 31 მარტს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებში. მე მიიჩნევა პირველ რიგში მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მიულოც ამ დამოუკიდებლობის აღდგენის ხელმოწერის 30 წლის იუბილეის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ უმაღლეს საბჭოში ყავს მოქმედი და დეპუტატები, რომლებიც არიან თანახელმომწერი ამ დეკლარაციისა. მსგავსი ღონისძიებებს აქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ისტორიული დათვითვა, იმიტომ რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და პერიოდულად დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ ახალგაზრდა თაობას, საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენ საზოგადოებას იმ პროცესების მიმართ, რომელიც ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე ბრძოლაში. 30 წლის იუბილეა სიმბოლური, 30 წელია სიმბოლური, თორე 9 აპრილი უფრო მეტია ვიდრე სიმბოლური. მაზარი დათვითვა. უმნიშვნელოვანეს თარიღი ეს საქართველოს ისტორიაში. მესმის ისტორიკოსების დამოკიდებულება, შეფასება წარსულისადმი, მოვლენებისადმი, მაგრამ ეს თარიღი მარტო წარსულის გამო კი არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ აი იმ წარსულიდან უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი გაკვეთილები და მე მინდა რომ წარსულის შეცდომები დროსთან მიმართებაში გავიაზროთ და ვისწავლოთ. საკუთარ სხვის შეცდომებზე თუ ვერ ვსწავლოთ, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ. არის 30 წლის თავი იმ ცნობილი რეფერენდუმიდან, რომელიც 31 მარტს ჩატარდა 30 წლის უკან და პრაქტიკულად ეს იყო სამართლებრივი წინაპირობა ყოველივე მომდევნო ნაბიჯისა, რომელმაც მიგვიყვანა საბოლოო ჯამში ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენამდე და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომელზედაც ოცნებობდა მრავალი თაობა და პრაქტიკულად ჩვენ ყოველივე ამას მივახციეთ. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის ფასის და მნიშვნელობის გაცნობიერება საზოგადოებისთვის, რადგანაც სახელმწიფოს ყველაზე სერიოზული დოკუმენტი და საქართველომ ამით დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი მიიღო. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი კონფერენციაც. ეს იყო მიღწეული ძალიან რთულ ვითარებაში და სწორედაც აი იმ სახელმწიფოებრივ მაცნობიერებამ, სამშობლოსადმი დამოკიდებულებამ მიგვაღწევია ეს.